უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე იყო თავდაცვითი მრეწველობის ობიექტებიც, რომელთაგან ზოგიერთი უკრაინის საზღვრიდან 1000-ობით კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონში აერონავტიკის ქარხანაზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ორი ადამიანი დაიღუპა ტულის რეგიონშიც. თავდასხმა იყო ასევე კომის რესპუბლიკაში უკრაინის საზღვრიდან თითქმის 2000 კილომეტრში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ამავდროულად საგანგებო სამსახურის ინფორმაციით რუსების მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 20 მშვიდობიანი მოქალაქე. თითქმის მთლიანად განადგურდა ერთ-ერთი სამოქალაქო შენობა, მანქანები და ახლომდებარე სახლები, ასევე სამედიცინო დაწესებულება. კლინიკაში დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა დაზიანდა დაახლოებით 200 ფანჯარა, კაბინეტები, პალატები და სამედიცინო აღჭურვილობის ნაწილი.